სისხლი ლაბორატორიაში გავაგზავნოთ. დასარწმუნებლად MRI გავაკეთოთ. პაციენტ შესაძლოა თავი დაერტყა. დედა გთხოვ არ მოკვდე. ნუ გეშენია. დედიკო კარგად იქნება. აქედან წადი არ მინდა. განსაცდელში შენს გამოვართ. რას ამბავ? დედა ჩემი მოყალი. არა, დედა არ მომკვდარა. ის ცოცხალია. ბავშვით ნუ მეკცევი, ნუ მატყუად. მანქანით დაეჯახე და დედა მოკვდა. მამა ისედაც მკვდარია. დედა კარგად იქნება. კარგი? არ ინერვიულო. ქალბატონო ექთანო. რა მდგომარეობაა? ჯერ გონს არ მოსულა. ექიმმა რამდენიმე ანალიზის გაკეთება ისურვა. ახლა გავაკეთებთ. ყველა ანალიზი გააკეთეთ. შედეგები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი შვილი ცოტა შეშინებულია. ამბობს რომ დედა მოკვდა. იქნება უხსნად. არ ვიცი. რა გქვია? აიალე. ჰაია. საშიში არაფერია, დედა კარგადაა. დედა მალე გაიღვიძებს, არ ინერვიულა. მართლა? დიახ. მისმენე, ფშივა, სათხარ. მითხარი რომ მალე იქნა, მოდი, მაგრამ უკვე 9 საათი გავიდა. ჯერ კიდევ არ ხარ. ბატონი ათელაი არაფერს ინჯავს. ბერგ. ბეკო ავარიაში მოვყევი და კლინიკაში ვარ. ავარიაში მოყევი რა ავარია? კარგად ხარ. ქალს დავეჯახე. როგორ? უფრო სწორად, სინამდვილეში არ შევჯახები ვარ. რას ამბობ ალფარ მესმის? რა მოხდა? დედაშვილი დავინახე, მოხროჩ დავაძექი. არც კი შევხები ვარ. ქალს გული წავიდა, ვერ მივხვდი. ავიყვანე და კლინიკაში მივიყვანე. ქალი კარგად არის. ექიმები იკვლევენ, არაფერი არ უთქვამთ. თუ სერიოზული სიტუაციაა, მე ხომ არ მოვიდე. არა არ გინდა. ბატონ ათელაის მიხედე. აქ ყველაფერს მოვაგვარებ. დარწმუნებული ხარ, რომ ქალს არ დაჯახები ხარ? დარწმუნებული ვარ, ბერგ. აბა გული რატომ წავიდა? მე რა ვიცი. მისმენე, ფრთხილად იყავი. სიახლეებს ვკითხულობთ, თავარია ქალი თაღლითი არ იყოს. ვთხოვ. არა, ანალიზის შედეგები მოვითხოვე. კარგად მოიგეცი. თუ ხელთ დოკუმენტები გვექნება, პრობლემა არ არის. შვილო, ისედაც გითხარი, არ დავჯახები ვარ. მინდი, არ ინერვიულო, ვრთაო. არქნა. მისმენე. აქ კლინიკა შეიძლება ხალხი შეწუხდეს. როგორი ჯეუტი ბავშვი ხარ? ასეთი ქცევა შენნაირ პატარა ქალბატონს არ მოუხდება. შემომხედე, შენს ცარიელ თავს დაარტყი. პატარა არ ვარ, გავიზარდე და მალე სკოლაში წავალ. ხო? მაშინ ესე ვილაპარაკებთ, როგორც ორი ზრდასრული ადამიანი, კარგი? ყველად ნოცდილობ, რა თქმა უნდა არა. რატომ? რადგან უცხოებთან საუბარი აკრძალული მაქვს. განსაკუთრებით ცუდებთან. ცუდებთან. ღმერთო მოთმინება მომეცი. მისმენე. რამის დალევა ხომ არ გინდა? არ შეიძლება უცხოსგან რამის აღება აკრძალული მაქვს. კარგი, გავიგე, მაგრამ უცხოდ აღარ
როგორი ჯიუტი ხარ? შენ, ხა, ასეთი შენ ხარ. აია. შვილო. აია. შვილო. ჩემი შვილი სად არის? დამშვიდით. მშვიდად თქვენი შვილი კარგადაა, გარეთ გელოდებათ. კარგადაა? კარგადაა. თქვენ კარგად ხართ, ტკივილები ხომ არ გაქვთ? ოდნავ თავბრუმე ხვევა. კარგი. ჩემი შვილის ნახვა მინდა გთხოვთ. კარგი შვილს მოგიყვანთ. დაწექით და დაისვენეთ. კაბელო გოგო. დედასთან ერთად შუა გზაზე რა საკეთებდი? მანქანას რატომ შემოუვარდი? მითხარი, კითხვა და გისვე. სიტყვები არ გესმის? უცხოებთან საუბარი აკრძალულია. იქთან როგორ არის საქმეები? თქვენ გეძებდით. დედა მოკვდა? არა ტკბილო, დედა კარგადაა. გაიღვიძე, შენი ნახვა უნდა. მართლა? დიახ, წამოდი წავიდეთ. კარგი. მოდი. კარგად ხარ არა? ჩემო ერთადერთო, არაფერი გჭირს? ვიფიქრე დამტოვებდი და წახვედადი. დილით რა გითხარი? არ საწავა. კარგი? გულებში ყოველთვის ერთად ვართ. გულიდან გულში, ანგელოზის გული. ჩემო ლამაზოშულა. ქალბატონო ნევა, ავარია როგორ მოხდა, გახსოვთ? ის კაცი შეეჯახა. არ შევჯახები ვარ. ქალბატონო ნევა, თუ საჩივრის შეტანა გინდათ, პოლიცია შევატყობინოთ. პოლიცია საჭირო არაა. კარგად ვარ. როგორც იქნა? რადგან კარგად ხართ, მაშინ ჩემი აკლოდენი საჭირო აღარ არის. როგორც იქნა? სულ ესაა? უბრალოდ ადგებით და წახვალთ? რა გინდათ რომ მოვთქვა? ბოდიში უნდა მოიხადოთ. იცით, ცოტაც და მე და ჩემს ქალიშვილს შეგვეჯახებოდით. არც გითქვამთ, რომ წარსულში დარჩეს. წარსულში დარჩეს ქალბატონო. მაგრამ ადამიანი, რომელმაც ბოდიში უნდა მოიხადოს, მე არ ვარ. ჩემს მანქანას თქვენ შემოუვარდით. რომ არ შევარდნოდით, ჩემ შვილს გაიტანდით. პატარა ბავშვი შუა გზაზე რას აკეთებს? ფიქრობ, დედობა ნორმალური რომ შეგეძლოს, აქ არ იქნებოდით. ჩემს დედობაზე შეკამათება თქვენი საქმე არაა. სიტყვები შეარჩიეთ, გთხოვთ. კარგი საქმე გავაჯიანებთ. ჩემგან რა გინდათ? არა, უბრალოდ მითხარით რა გინდათ? გულწრფელად და გასაგებად. პასუხისგებლობა აიღოთ იმაზე, რაც გააკეთეთ. საკმაოდ გულწრფელი და გასაგები გამოვიდა, მაგრამ რა თქმა უნდა, საქმე მხოლოდ იმაში არაა, რაც ვთქვი. არამედ გაიგეთ თუ არა. კარგი, გავიგე. ეს რას ნიშნავს? ხარჯები. კლინიკის ხარჯებს დავფარავ, ამაზე არ იფიქროთ. არა, თქვენგან ეს არ მინდა. მაპატიეთ, მაგრამ სხვა ვერაფერს ვერ ვიზამ. თავხედი. არ გაბრაზდა ჩემო ანგელოზო, კარგი? კარგად ხარ არა, შვილო? მოდი. აიღეთ. ტელეფონი გირეკათ.
არა, ჩემი არ არის. სულთანო ნევა. იქნა მოგებული ამბავიც მოვაგვაროთ. ახლა ვის ველაპარაკები? ვინ ხარ ძმაო? ნევა სად არის? ნევა ჯამპოლატი. გადაუდებელ დახმარებაში შემოვიდა. კლინიკის თანხას თქვენ გადაიხდით? მისმინე, საავადმყოფოა. კალბატონი ნელა პატარა ავარიაში მოყვა, მაგრამ სანერვიულო არ არის, მართლა. კლინიკაში მოვიყვანე. თქვენ ახლობელი ხართ? დიახ, ახლობელი ვარ. რომელი კლინიკაა? კარგი, ვიცი. მალე მოვალთ, კარგი. გოგო ვიპოვეთ, გავფრინდეთ. კალბატონო ნელა, თქვენი მდგომარეობა ნორმაშია. შეგიძლიათ საბრძანდეთ. უბრალოდ ზოგი ანალიზის პასუხი ჯერ მზად არ არის. ამიტომ შეიძლება კიდევ ერთხელ მოგიწიოთ მოსვლა. კარგი, მოვალ. მალე გამოჯამთელება. მადლობა. ექიმმა მითხრა, რომ გამოგწერეს. შედეგები რამდენიმე დღის განმავლობაში მზად იქნება. დიახ. იხარია კარგად რომ ხართ. სერიოზულად. ტელეფონი. კინაღამ დამავიწყდა. ალბათ დაგივარდათ, როცა ავარია მოხდა. მადლობა. ბოლოს ჩემი სავიზიტო ბარათია. ჩემი ნომერი აქ წერია. მოხარული ვიქნები თუ მე რა ის შედეგებს შემატყობინებთ. ვერ შევამჩნიე, რომ ჩემი ჯანმრთელობა ასე გაინტერესებდათ. ბატონო ალფ, როგორც თქვით, ჩვენთვის მეტის გაკეთება აღარ შეგიძლიათ. კარგი. კარგი დღე. თქვენც. ბატონო ქორვან, ნევა გამოვიდა. შეგვიძლია სახლში წავიდეთ. იდიოტი იქ არის. გელივით. რა შევჭამათ? კეშკული. შეერკუჭზე? დიახ. ნევა. მალე გამოჯანმრთელება. მისმენო, მაშინ მოერბინეთ, როგორც კი გავიგეთ. არსად არ გაიქცე. მეც მომშივდა. გავიქეცით. ახლავე შევჭამოთ. გამოიქეცი შვილო. გაჩერდი, კარი გააღე. გთხოვ, კარი გააღე. რას აკეთებთ, კალბატონო? გააღე, გთხოვ, ხალხი მომდევს. გემუდარები. გთხოვ, კარი გააღე. გთხოვ, წადი. გთხოვ, წავიდეთ. რა საქმეს ხლართავთ? მე და ჩემ შვილს მოგზდევენ. გთხოვ, წადი. რას ნიშნავს მოგზდევენ? გთხოვ, მიდი, წადი. ვინ არის? გთხოვ, აქედან წავიდეთ, მოგიყვები, გპირდები. გემუდარები, წადი. გთხოვ, წავიდეთ, მიდი. გემუდარები, დამეხმარე. ხუმრობთ, ვინ არის? მანქანას გავყვეთ. ყველაფერი დასრულდა ერთადერთო. თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას გადავალთ. ისედაც ბევრი პრობლემა შეგიქმენით. რა თქმა უნდა, სიამოვნებით.
ორი წუთი ხომ არ ვილაპარაკოთ. ჩვენ ორმა. კარგი. შვილო აქ დამელოდე. ერთი რამე ძალიან მაინტერესებს. რა? მართლა შენი შვილია თუ? დიახ, შვილია. ხო? უბრალოდ ვიფიქრე რომ თამაშის ნაწილია. რას ამბობ? რა თამაში? ორივემ კარგად ვიცით, რა გინდა? ვალდებული ხარ არის თამაშო. რა მინდა? ეს საქმეები როგორ ხდება? სამიზნეს რა კრიტერიუმით ირჩევ? მიზანი? მანქანა მოგეწონა? თუ ჩემი მანქანის წინ გადმოხდა მოუწევ მოგინდა, როგორ ხდება ეს? ვერ გავიგე. ავარიაზე ამბობ? უკაცრავად. ავარია? იდიოტი გოგონი ვარ? შვილთან ერთად მანქანის წინ გადმოხდით, გული წაგივიდა. იმის მიუხედავად რომ არც კი შეგხები ვარ, ასფალტზე დაეცი. კლინიკაში არ მოგინდა რომ პოლიცია მოსულიყო. არც ეს გამომპარვია. არის ნერვიულ იმ ხალხზე არ ვკითხულობ, რომლებიც მოყვებოდნენ. თუ გინდა კითხავ, ვინ არიან? დანაშაულში შენი პარტნიორები? მოიცადე ვიბარაუდებ. იქნებ კლინიკის თამაში არ გამოგივიდა. ისე კარგი ნომერია. ასე რა უფლებით მელაპარაკები? მე უბრალოდ შენ ამ ფულს იღებ. კარგი? აქ აღარ მოხვდები. თუ კიდევ ერთხელ განახავს, სასტიკად გაზღვევინებ. ერთი წუთი. გადმოდი. წამოდი. თაღლითად ჩამთვალე. თქვენი სუნებართვით. ერთი წუთი არ წახვიდე. გაჩერდი, არ წახვიდე. წარი გააღე. გაჩერდი. დიახ. გასაგებია რომ ბატონი ალფი მოსვლას არ აპირებს. მე გილოდის აღარ ვაპირებ. სინამდვილეში ძალიან მალე მოვა. ბატონო ათალაი. ბატონო ათალაი. მაპატიეთ, გთხოვთ. იმისთვის რომ გალოდინეთ. თავს ვერ გავემართებ, რადგან როგორც ჩანს არ დამეხმარება. ამაში მართალი ხართ. დიახ. თქვენი საჭმელი შეიძლება მშვენიერი იყოს, მაგრამ სტუმრების მიმართ დამოკიდებულებაზე ასე არ ვთვლი. იმედები გამიცრუეთ. მეც. დამეჯერეთ, ჩვენთვისაც ასეა. თუ ნებას მომცემთ, მინდა დღევანდელი დღე ტკბილად დავასრულო. ჩემი შეფის საყვარელი რეცეპტია. შეიძლება სრულიად არ დაგეხმაროთ, მაგრამ მეორე შანსს მაინც მომცემს. სულ ასეთი ჯიოტი ხართ? ასეთ საკითხებში, დიახ. იმედია, ჩემს მოლოდინებს გაემართლებს. დარწმუნებული ვარ, გთხოვთ. დიდი მადლობა. დაიჯერა. დიახ. კიდევ ერთ შანსს მოგცემთ. შევხვდებით. შემატყობინე სადმე ჩაგწერ. კარგი ძვირფასო დაგირეკა. ესპერი არა? დიახ, ესპერი.
ესპერი ყველაფერს უხდება. არ ვიცი, უბრალოება მიყვარს. ჩემი თაფლის ბუჭყა მოვიდა. დავაი ამო. მოდი. კეთილი იყოს მობრძანება პატარა. კეთილი იყოს. მოდი. მადლობა. პატარა საქმე მაქვს მივხედა. თქვენ მანამდე შედით. კარგი ძვირფასო. მოდი. დავაი ამო, შეგიძლია ლაქი წამისა. შენს პატარა თითებს შევჭამ და ლაქსაც წაგისვამ. რა თქმა უნდა, მიდი და მელოდე. თქვენი დასრულდა. კარგი, რამდენი უნდა გადაგიხადოთ? 50. აიღეთ. მადლობა. მადლობა თქვენ. კარგი საღამო. კარგი საღამო. კიდევ გელოდებით. იკეტები? დიახ, ისედაც დავიღალე. დღეს მნიშვნელოვანი სტუმრები მყავს. არქნა დავაი ამო. კარგი, არ ვიზამ. რა ხდება? შვილო, შიგნით შედი. დაიბანე და მოვალთ, კარგი? მიდი. რა ხდება? რა მოხდა? ხალხი, რომელიც სადაც დასდევდა. მიპოვეს იამორ. რა? სადათის საქმეები. ნუ თუ ის პრობლემები არ ყმარა, რაც თავზე მოგახვია. რაც მოხდა, მოხდა. იმ დაწყევლილი ღამის შემდეგ დაგგვდევენ. საღამო მშვიდობის ქალბატონო. გვინდა ნება ჯამბოლათს შევხვდეთ. გთხოვთ, მე ვარ. რა ხდება ნება? არ ვიცი დედა. სადათ ჯამბოლათი თქვენი ვინ არის? მისი ცოლი ვარ. ჩემ შვილს რა სჭირს? თქვენი მეუღლე ავარიაში მოყვა. ჩემი შვილი კარგადაა? მისი ცეცხლწაკიდებული მანქანა ქუჩის პირას ვნახეთ. ცდილობის მიუხედავად ვერ გადავარჩინეთ. ვიზიარებ. შვილო. შვილო. სადათ. შენს გამო მოხდა. შენს გამო. შენს გამო. ჩემი შვილი წავიდა. წავიდა. ჩემი შვილი. ვიზიარებ. მადლობა. გასაზიარებელი არაფერი აქვს. ყველაფერი, რაც მოხდა ჩემ შვილს შეემთხვა. რა სიტყვებია დედა სულთან? დედა, მიზეზი შენ ხარ. ფუჭის საქმეების კეთება იმიტომ დაიწყო, რომ შენ და შვილი უზრუნველყოფილები ყოფილიყავით, მაგრამ მაინც ვერ დაგაკმაყოფილათ. ღმერთმა იცის, საერთოდ არ მინდოდა, რომ შენზე დაქორწინებულიყო. შეხედე საბოლოოდ მართალი აღმოჩნდი. მაგრამ იმის შემდეგ მოხდა, რაც ჩემი შვილი წავიდა. დედა სულთან. სადათმა თავისი შეცდომებისთვის გადაიხადა. არც მე არც ჩემ შვილს არ გვიკავშირდება. არა. ამიერიდან ჩემს სახლში თქვენი ადგილი აღარაა. ასე არ მოიქცე დედა სულთან. შვილი შვილზე იფიქრე, ჰაიალზე იფიქრე, გემუდარები, თავს თავად მიხედეთ. ფერხად. დაგირეკებ კარგი.
არ მოიწყინო დედა, შენს გვერდით ვარ. არ მოვიწყინე შვილა. კარგად ვარ, კარგი? ქალბატონო ნევა, ვიზიარებ. მადლობა. ვერ გიცანით, უკაცრავად. პრობლემა არ არის. მე კარგად გიცნობთ, თქვენს და თქვენს შვილსაც. ვერ მივხვდი. ფული სად არის? ვერ მივხვდი. რა ფული? რაზე საუბრობთ? გიამბო? შენმა ქმარმა $100,000 მოიპარა, რომელიც მე მეკუთვნის. რა? შევიცოდე. საჭმელი სამსახური მივეცი და მან გამყიდა. ფულის შესახებ არაფერი ვიცი. სედათი სამსახურზე დიდად არ ლაპარაკობდა. რა თქმა უნდა, დიდად არ მეკავშირდება. ეს მაინტერესებს. შენმა ქმარმა ფული მომპარა და ამას შენ გადაიხდი. ან ვალს ნორმალურად გადაიხდი, ან ძალით ამოვიღებ. არ მაიძულო, ის გავაკეთო, რისი გაკეთებაც არ მინდა. კიდევ ერთხელ ვიზიარებ. დაიძინა? ჯიუტობდა, მაგრამ მერე დაიძინა. რა თქმა უნდა, მშვიდად არაა. ყველაფერს გრძნობს, რაც ხდება. შუა ზღაპრებით ვატყუებ. ჩუმადაა, მაგრამ ყველაფერი ესმის. მის პატარა მხრებზე ისეთი ტვირთი დავდეთ. არ ვიცი ტარებას როგორ შეძლებს. შენც დამნაშავე ხარ ნევა. ყველაფერი სედათის გამოა, რომელიც მამამისია. სიძუნწემ ყველა დაგყოფა. ცეცხლში ჩვენ ჩაგვაგდო. ერთ დღეში ყველაფერი შეიცვალა. ადრე ყველაფერი კარგად იყო? არა. მაგრამ სახლი მაინც ჰქონდა, სადაც ცხოვრება შეგვეძლო. დეიდა სულთანი როგორი უსინდისოა. როგორ შეიძლება სახლიდან დედაშვილი გააგდო? თანაც დაკრძალვეს დღეს. არასდროს უნდოდა რომ სედათი ჩემზე დაქორწინებულიყო. რატომ ნევა? ამ ხალხს შენთან რა პრობლემა აქვს? მე ხომ მშობლები არ მყავს. მისთვის უცნობი საგვარეულოდან ვარ. სედაც ეუბნებოდა ამ გოგოზე არ დაქორწინდე. სედათმა რა თქმა უნდა არ მოусმინა. მისი ნებართვის გარეშე დავქორწინდით. მაგრამ არ მემიღო. ყველაფერი გავაკეთე რომ შევეყვარებინე. მაგრამ არ გამოვიდა. საყვარელო, ჩემო ერთადერთო. ძალიან მეშინია იამურ. მეშინია რომ რამეს დაუშავებენ. რომ ვერ დავიცვა? რას ვიზამ? დღეს რა მოხდა? ქალს პრობლემა ხომ არ შეუქმნია. შექმნა უნდოდა, მაგრამ უფლება არ მივეცი. ისე მართალი აღმოჩნდი. თაღლითი აღმოჩნდა. პული მივეცი და წავიდა. ასეთი ხალხი ძალიან მომრავლდა. ფრთხილად უნდა იყო ძმაო. ყოველ გახსნა გვაქვს რა მოხდება, თუ მოვლენ და ფულის მიღება შეეცდებიან. ქალს ყველა ანალიზი ჩაუტარეს. ჯანმრთელია, რომ მოუნდეს პრობლემას ვეღარ შექმნის.
შვილო, შეფ, გასინჯე შენი საყვარელი კერძი. ხორციანი პიდეა. მოდი, უფროსო ეს ბიჭი ნიუ-იორკში ჩემს კაფეში ყოველ დღე მოდიოდა და ხორციან პიდეს მთხოვდა. ბევრი საქმე რომც მქონოდა, მაინც კუთხეში ჩუმად იჯდა და მელოდებოდა. თუ რამე კარგი გინდა, უნდა მოიცადო. ასე არ არის, შენ არ მასწავლე ეს. ძალიან მოუთმენელი ადამიანი ვიყავი, ძალიან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეა. ადამიანი ნელ-ნელა ეჩვევა. ზოგადად, ხორციან პიდეზე უარს ვერასდროს ვამბობ. მაგრამ ვახშამზე დედა თურქანი მელოდება. ძმაო, ძალიან კარგი სუნი აქვს, ვერ გაუძლებ. მიდი, ძმაო, მიდი. შენს გარდა ვერავინ მოამზადებს ასეთს, მართლა. გემრიელად მირთვი. შეხედე საიდან სად. ყველა ოცნება ისროლე, რაზეც მაშინ მიყავდი. ოჩახ შვილო. წინ კიდევ უგრძელი გზა გვაქვს, უფროსო. კარგი, მიხვალ. ყველაზე მნიშვნელოვანია ამ გზაზებისთან ერთად წახვალ. გზამკვლევი ძალიან მნიშვნელოვანია, შვილო. შეიძლება უსაფრთხოებამდე მიგიყვანოს, მაგრამ ამავდროულად შეცდომამდეც. İçimde bir ok, her şey bana yabancı. Hayat öyle bir an ki, acı içinde acı. Gurbet içimde bir ok, her şey bana yabancı. Hayat öyle bir an ki, acı içinde acı. Sevmek korkulu rüya, yalnızlık büyük acı. Hangi kapıyı çalsam, karşımda buruk acı. Ruhumda bir yara var, için için kanıyor. Kalbimde buruk acı, alev alev yanıyor. Ruhumda bir yara var, için için kanıyor. Kalbimde buruk acı, alev alev yanıyor. Sevmek korkulu rüya, yalnızlık büyük acı. Hangi kapıyı çalsam, karşımda buruk acı.
დედა. 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 დედიკო. დედიკო. დედა. კარგად არ ვარ. კარგად არ ვარ, შვილო. შენს გვერდით ვარ, დედა, კარგად იქნები, კარგი? მამა შენივით არ მოიქცე, კარგი? არ მიმატოვო. ყოველთვის ჩემთან იყავი. ყოველთვის შენთან ვიქნები. მოდი გაკოცებ. ჩემი ბიჭი გემრიელი სურნელით. დედა. დედა. სხვა დედასნაირი რატომ არ ხარ? Ruhumda bir yara var, için için kanıyor, kalbimde buruk acı, alev alev yanıyor, sevmek korkulu rüya, yalnızlık büyük acı, hangi kapıyı çalsam, karşımda buruk acı. ნევა, იქნებ პოლიციაში წახვიდე. ალბათ არის ვინმე, ვინც ამ ხალხს გაუსწორდება. არ შეიძლება იამურ. არ მინდა შვილს საფრთხე შევუქმნა. ისი ამბობს თითქოს არ მიცდია. არა, ასე არა, იქნებ ყველაზე კარგია. იამურ, რა აღარ შემემთხვა. წასვლა არ ვცადე? ცადე. ნება. შედობა. საით. თქვენ? როგორ? როგორ? როგორც ვივარაუდე, რომ აქ მოხვიდოდი. შენ კი არ მაფასებ. შენთან შენ ჩარდილზე უფრო ახლოს ვარ. გითხარით, რომ ამდენი ფული არ მაქვს. კარგი ძვირფასო. თუ ფული არ გაქვს, სხვანაირად მოვილაპარაკეთ. omar ფიქრობ, რომ ფულზე უარს ვიტყვი. რას გულისხმობთ? რა მოლაპარაკება? მინდა ჩემთან იმუშაო. კომარის საქმე გააგრძელა, რომელიც მიატოვა. ამგვარად შენს გამოიმუშავებ და მეც. რა საქმეა? ძალიან მარტივია. თანაც შენნაირი ქალისთვის ბავშვური თამაშია. შენი ქმარი ჩვენი მტრედი იყო. საქონლას გადასცემდა. რას გადასცემდა? დედმა ინტერესმა ადამიანი შეიძლება საფლავამდე მიიყვანოს. ამას ვერ გავაკეთებ. გააკეთებ ნება. იმის შემდეგ, რაც ადამიანი ოფსკროლში ხდება, ყველაფრის გაკეთება შეუძლია. თუ პოლიციაში წახვალ, ადრე თუ გვიან ამას მაინც გავიგებ და მას დაკარგავ, ვისაც ასე ძალიან ვფრთხილდები. შეხედე.
არ გაბედო. ჩემ შულთან მიყარება არ გაბედო. კარგი, გპირდები. პოლიციაში არ წავალ. გპირდები. და საჩივარს არ შევიდან, კარგი? თანაც ამ საქმეში ვერ გამოგადგებით. იმაზე მეტად გამოგოდგები ვიდრე ფიქრობ. მაგრამ რა თქმა უნდა არ მინდა მოგოწვე. ყველაფერზე დააფიქრდე და გადაწყვეტილება ისე მიიღე. მაგრამ დასასრულის გაითვალისწინე. გაქცევას სარგებელი არ მოაქვს იამურ. სადაც არ უნდა წავიდე მიპოვიან. თანაც ჰაიალი როდემდე უნდა ვატარო. უკვე გაიზარდა, სკოლაში უნდა წავიდეს. რა სიზამ? არ ვიცი, მაგრამ ფული უნდა ვიშოვო. ნევა, $100,000 საუბრობ, 100,000. ასეთ ფულს სად იშოვი? რა კარგია რომ შემოგვიერთდი ალფ. რამდენი ხანია შენი სახე არ გვინახავს? მხოლოდ ახალი რესტორანი. როგორც ცნობილია, რესტორნის გახსნის გამო ძალიან დაკავებული ვიყავი და ეხლა ყველაფერმა ჩაიაროს და ვანაზღაურებ დედა თურქან. ბოლო მდგომარეობა არ მინახავს. ნაკლი არ დაგვრჩენია, ყველაფერი მზად არის. მზად არის, პრობლემა არ არის მამა. და ებოლოს პრობლემა არ გაჩნდეს. მამა ყველაფერს ვაკონტროლებ. თუ ღმერთი იქცევს, სადაც ალფია შეიძლება პრობლემა გაჩნდეს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამის შემდეგ რა იქნება ალფ? არასწორად არ გამიგო. და ისე არ გამოვიდეს თითქოს შენ საქმეებში ვერევი, მაგრამ შენი არ ყოფნისას ადამიანი, რომელიც შენს მაგივრად გადაწყვეტილებას მიიღებს. ნუ თუ კარგი არ იქნება თუ ასეთი დირექტორი გეყოლება, ისი ნდობა შეიძლება. ყველაფერს ვერ მოასწრებ, ხომ ასეა? ეს რესტორანი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ის რეალიზებისთვის ბევრი ზალა ჩავდე. ამიტომ ყველაფერს თავად მივხედავ. თანაც ძალიან კარგი მართველი ყავს. ბერკი ძალიან კარგი თანამშრომელია. შენი ბავშვების მეგობარია, არა? დიახ. ვიცი რომ ძალიან გეყვარს. რთულ დროს გვერდში გედგა. ბრავო. ძალიან მომწონს, როცა გაკეთებულისთვის უკან იღებენ. ადამიანს შიგნით ისეთი გრძნობა უჩნდება სამართლიანობის. დიახ. მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი. ასე დროს ხალხის ნდობა გონივრული არ არის. მამა შენს გარდა არავის ემდობა. ხომ ასეა მამა? რა?